2024-25 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. დასრულდა სეზონი ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძისზე. გუდაური სათხილამურე სეზონი კი 17 აპრილს დასრულდება. ღვთის კურორტებმა მიმდინარე სეზონზე 4 საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. როგორ ფასდება ზამთრის ტურისტული სეზონი, რამდენად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა და რა გეგმებია მომავლისთვის, თემაზე სტუმართან ღვთის ტრასების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი ბურჭულაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. თქვენ პირველად იმყოფებით საქართველოს პირველი არხის ახალ შენობაში, ამიტომ მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. დავიწყოთ შეჯამებით. 2024 წლის ბოლო და 2025 ამ ზამთრის სეზონი საკმაოდ ისეთი ხმაურიანი, წარმატებული და კარგი გამოდგა ყოველ შემთხვევაში გარეთა მაყურებლის და დამკვირვებლის თვალით. იმიტომ რომ ძალიან ბევრ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებდა ტურნირს. თქვენი შეფასებით როგორი იყო ეს სეზონი წელს და რა იყო მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა ამ ნაწილში და დაუშვათ რისი გადაჭრა მოახერხეთ, ან რამდენად შევძელით იმის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომ დიახ, საქართველოს ზამთრის კურორტები არის ის კურორტები, სადაც შეიძლება რომ არა მხოლოდ ჩამოვიდეს დამსვენებელი, არამედ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებს და დაუშვათ ტურნირებს უმასპინძლოთ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, წარმატებები ახალ სტუდიაში და შენობაში. წლევანდელი ზამთრის სეზონი გამორჩეული იყო იმ კუთხით, რომ როგორც საერთაშორისო ღონისძიებების ნაწილში ჩვენ როგორც ახსენეთ 4 საერთაშორისო ღონისძიება ჩავატარეთ, რომელიც იყო მსოფლიო თასები, ასევე ფრირაიდის მსოფლიო ტური. ეს მიზიდულობის ცენტრს ქმნის რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში და იმ კურორტებზე, სადაც გაშლი ვარ, ჩვენ ფაქტობრივად ყველა კურორტს მოვიცავთ, როგორც არის გუდაური, ბაკურიანი და სვანეთის არეალი, კონკრეტულად თეთნულდი. ასევე ეს დაგვაქვს ვიზიტორების რაოდენობის კუთხით და ეს გამოიწვია მუდმივმა კალენდარმა, რომელიც მსოფლიო თასების და მსოფლიო ტურის შესაბამისად, ანუ იზრდება. წელს ჰქონდა 20%-იანი ზრდა დაახლოებით, ჯერ როგორც ახსენეთ, არ არის დამთავრებული სეზონი, თუმცა უკვე სულ რაღაც ერთი კვირა დაგვრჩა სეზონის დახურვამდე, 17 აპრილს დაიხურება გუდაურის არეალი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა და ეს დინამიკა ყოველთვის წლიდან წლამდე იზრდება და წელსაც ესეთი წელი იყო, როდესაც 20%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. საკმაოდ კარგია 20%-იანი ზრდა, თუმცა საინტერესოა თუ შევძელი დავუშვათ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სხვა კუთხით პოზიციონირება, რომ დიახ, აქ შეიძლება არა მხოლოდ ჩამოხვიდე და ისვენო, არამედ მაღალი დონის დავუშვათ ტურნირს უმასპინძლო და რეალურად ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი გაშუქება ჰქონდა, მათ შორის არა მხოლოდ წელს, არამედ გასულ წელსაც ევრონიუსზე და ეს რამდენად გიწყობთ ხელს, რომ დავუშვათ ეს თუნდაც ის 20%-იანი ზრდა, რომელიც ახლა ახსენეთ, ამ მიმართულებით რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს საქართველოში. კი ბატონო, ზუსტად მსოფლიო თასები ემსახურება იმას, რომ ჯამურად დაახლოებით 50 მილიონამდე მაყურებელს ფარავს მთელი ამ 3 ჩემპიონატის მსოფლიო თასის ფარგლებში. ეს უფრო ცნობადობასთვის, იმიტომ რომ ყველაზე ცნობილ როგორც ევროსპორტი არის გადაიცემა ესეთ პლატფორმაზე, ასევე სოციმედია აქტიურად არის, თუმცა მინდა გამოვყო ფრირაიდის მსოფლიო ტური, რომელიც არის თავისუფალ სრიალში და ეს კონკრეტულად თეთრუნზე ტარდება. წინა წელს იყო პირველი ჩემპიონატი, წელს ჩატარდა მეორე მსოფლიო ტურის ჩემპიონატი. და ჯამურად 300 მილიონამდე მაყურებელს ფარავს მთელი ტური. პროპორციულად საქართველოში, იმიტომ რომ 6 ექსკლუზიურ ქვეყანაში ვართ და ეს არა მხოლოდ სპორტის მიმართულებით და არა მხოლოდ კურორტის მიმართულებით ცნობადობას წევს, ასევე იქ არის ესეთი ელემენტები, როგორიც არის გასტრონომია, როგორიც არის კულტურა და ასე შემდეგ და ეს უფრო კარგად ანახებს საქართველოს ხასიათს და შესაბამისად უფრო მეტად მაყურებელი იგებს თუ სად შეიძლება არა მხოლოდ სამთო-სათხილამურო კუთხით ჩამოვიდეს ის რეალოს საქართველოში, არამედ ზოგადად რას წარმოადგენს საქართველო მაგ მიმართულებით. წლების განმავლობაში მთავარი კითხვა იყო ხოლმე, რომ ზამთარში თოვლი მოვიდოდა თუ არა და რეალურად შევძლებდით თუ არა სეზონად შემდგარიყო. წელს ყოველ შემთხვევაში გარშემო, რა თქმა უნდა, ეს კითხვა ისევ აქტუალური იყო, თუმცა ისეთი მასშტაბით არ დასმულა ეს კითხვა და აი ეს ხელოვნური გათოვლიანების მიმართულებით, რომ სამუშაო რაც არის გაწეული თქვენი და სახელმწიფოს მხრიდან, რეალურად პრაქტიკულად თითქოს ჩანდა, რომ კარგი შედეგები მოიტანა. რამდენად კმაყოფილები ხარ თავად დავუშვათ აი ამ ნაწილით და რამდენად არის ერთმანეთთან თანხვედრაში დავუშვათ თოვლის არ მოსვლის შემთხვევაში შეგვიძლია ისევე სრულყოფილად ვუმასპინძლოთ და ისევე სრულყოფილად ჩავატაროთ, თუ მაინც გარკვეულწილად ეს ჯერჯერობით კვლავ გამოწვევა და პრობლემაა ჩვენთვის. ზოგადად
ნალექი თოვლის კუთხით ანუ ძალიან გამოწვევად რჩება ბოლო 10 წლეულის მანძილზე 20 წლეულის მანძილზე დიდი ეფექტი მოგვცა ზუსტად 2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან იმ ვალდებულების შესრულება რომელიც იყო გათოვლიანების სისტემის დაყენება ტბების დაყენება შესაბამისად რომ გათოვლიანების სისტემა მოამარაგოს და თოვლი აწარმოოთ შესაბამისად ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას ვაგრძელებთ ამაზე ვიგეგმებით ბაკურიანში სწორედ ის ეფექტი გამოიყენება ფაქტიურად 80% ტრასების დაფარული არის და ბევრად უფრო სტაბილური არის სეზონი, იმიტომ რომ სეზონის დასაწყისი და დასასრული ფაქტიურად უკვე დამოკიდებული არის ხელოვნურ გათოვლიანებაზე, დამოკიდებული არის ამინზე და არა ნალექზე. გათოვლიანებას მინდა ახსნა, რომ ჭირდება დაბალი ტემპერატურა, შესაბამისად ამის გარშე გათოვლიანების სისტემა არ მუშაობს. თუმცა გვინდა ისეთ კურორტზე, როგორც გუდაური არის, გვაქვს სისტემა, თუმცა გვინდა რომ უფრო მეტი დაფარვა კონდეს, რომ სტაბილურობა მეტი იყოს. შეგვიძლია იმის თქმა რომ დავუშვათ 4-ვე კურორტი თანაბრად არის და იყო და წელს მაგალითად დატვირთული და თანაბრად შეუძლია ვიზიტორებს უმასპინძლოს როგორც საერთაშორისო ადგილობრივებს, ისე ადგილობრივებს. ყველა კურორტზე შეინიშნება ზრდა, დაახლოებით იმ პროპორციით, როგორც ვისაუბრე, 20%-იანი ზრდა. პოპულარობით, რა თქმა უნდა, სარგებლობს გუდაური და ბაკურიანი, იმიტომ რომ დედაქალაქთან და სხვა დიდ ქალაქებთან საკმაოდ ახლოს არის. თუმცა აი ამ პოპულარიზაციით, რასაც ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვთქვით, რომ რაც უფრო ყველა, ანუ მეტი ტურისტი მოვიზიტოთ. განსაკუთრებულად ზრდით გამოირჩეოდა წელს გოდერძი, იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც დიახ, აჭარამ ზოგადად მთავრობამ განახორციელა საკმაოდ მოიზიდა ვიზიტორები, ბევრად უფრო კომფორტული გახდა გადაადგილება და შესაბამისად ჩვენ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ფეხს უბავს ის, რომ ბევრი ვიზიტორი ვნახოთ და წელს საკმაოდ დიდი ზრდა იყო გოდერძზე. თავარი გამოწვევა რა არის მაინც? თქვენ ახსენეთ დედაქალაქთან სიახლოვე ბაკურიანის და პირობითად გუდაურის. ბაკურიანში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემადი იყო დაუშვათ ინფრასტრუქტურის ნაწილი. წელს როგორი ტენდენცია ჰქონდა ამ მიმართულებით იგივე? თითქოს ჩანს რომ რაღაც საგზაო ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად მოწესრიგებულია, მაგრამ შიდა ნაწილზე უკვე მაინც არის პრობლემა მომარაგების ნაწილზე, ხა ეს უშუალოდ შესაძლოა თქვენი ნაწილი არ იყოს, თუმცა გამოწვევები ამ მიმართულებით მაინც რეალურად სახეზე გვაქვს და იქ დამსვენებელი როცა ჩამოდის ზამთრის კურორტებზე, ზამთრის სეზონზე ამ ტიპის გამოწვევებს რეალურად დაწყდება. თქვენი გადმოსახედა რა არის მთავარი გასაკეთებელი, რომ დაუშვათ სრულყოფილად შევძლოთ ზამთრის სეზონზე აი ამ კურორტების დატვირთვა? დიახ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, თუ გამოწვევები არსებობს, წლიდან წლამდე ხდება ამ გამოწვევების და პრობლემების, ანუ ასე ვთქვათ, თუ ავიღებთ ეს გამოწვევების გადაჭრა, ნუ ეხლა ყოველთვის გვინდა რომ მოწესრიგებული იყოს ის არეალები, ამას გარკვეული მიზეზი აქვს, ან შეიძლება იყოს რომ ანუ ეს ყოველთვის რაღაცა სწორდება, იმიტომ რომ რაღაც წლების დინამიკას რო შევხედოთ, ყოველთვის არის ის, რომ იხვეწება ეს ნაწილი, მთავრობა, მუნიციპალიტეტი სრულნავს იმაზე, რომ სწორედ გამოასწოროს ის ხარვეზები, ან ის გამოწვევები, რაც არსებობს დაბაში, თუმცა ჯობია რომ ამაზე სწორედ და ჩვენი საუბრის ბოლოს საომავლო გეგმები, იმიტომ რომ სეზონი სრულდება, საკმაოდ კარგი შედეგებით ვასრულებთ, 20%-იანი ზრდა უკვე კარგია, თუმცა 2025-2026 წლებისთვის ეხლავე თუ არ დაგეგმეთ, ბუნებრივია რომ ისეთი მასშტაბის ტურნირებს და ღონისძიებებს, როგორც მაგალითად გასულ წელს და წელს ჰქონდა, ამას ასე უცებ ვერ უმასპინძლებთ, ხო? რა იგეგმება 2025-2026 წლების ზამთრის სეზონზე, თუ უკვე შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი? დიახ, შეგვიძლია, მე თავისუფლად შემიძლია თქვა ის, რომ სოფლიო 300 გვექნება ისევ მომავალი წლის ზამთრის სეზონზე, ეს გულისხმება 2025-26 წელი, ასევე ფრირაიდის მსოფლიო ტური იქნება, ფრირაიდის მსოფლიო ტურთან. შეგვიძლია ის თქვა, რომ რეალურად ამ მიმართულები დაუშვათ ჩვენ რაღაც ერთგვარად თავი დავიმკვიდრეთ, ანუ უკვე მესამე წელია ხო გვექნება ამის შესაძლებლობა, ანუ რეალურად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ამ კუთხით საერთაშორისო ფედერაციები როგორც ვთქვათ, დადებითად უყურებენ საქართველოს უკვე გადადგმულ და მიღწეულ შედეგებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ჩვენ საქართველოს ანუ სრულინდობა გვაქვს გამოცხადებული, რომ სწორედ მუდმივ კალენდარში ვიყოთ იმ მსოფლიო თასებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ყოველ წელს ვატარებთ. ჩვენ პირიქით ვცდილობთ ის, რომ შეიძლება
უფრო მეტად ვემუშაოთ და სხვა მიმართულებებით კიდე სხვა მსოფლიო თასები დავიმატოთ. ანუ რას ნიშნავს სხვა მიმართულებით სხვა მსოფლიო თასი? ანუ უფრო დავუშვათ სხვა ასაკის თუ სხვა მასშტაბის ჩემპიონატებში უბრალოდ დისციპლინები ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დივერსიფიკაცია კონდეს დისციპლინების კუთხით, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს ფარავს ეს. პირობითად არ იყოს ეს მხოლოდ ახალგაზრდულის ნაწილი, ან დაუშვათ იყოს ასაკობრივად უფრო სხვა ჩვენ ასაკობრივად მსოფლიო თასს რასაც ვატარებთ ეს არის ანუ პრობლემებრივად ასაკობრივ წრილში ანუ ყველაზე უმაღლესი ამაზე მაღალი კატეგორია არ არსებობს ეს არის მსოფლიო თასი რომელიც იმართება ანუ ფრისტაილში და ფრისტაილში გარკვეული დისციპლინებია როგორც არის მოგულსი, სკიკროსი და სნოუბორდ კროსი და ფრირაიდ ვოლტური რომელიც არის ასევე უმაღლესი კლასის აი ფრირაიდ მსოფლიო ტურს რას ვახსენებ ანუ უმაღლესი კლასის შეჯიბრება რაც ექსკლუზიურ ქვეყნებში მხოლოდ 6 ქვეყანაში არის და ამ ყველა ჩემპიონატს სწორედ ჩვენ 2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი აქედან დობა რომ გამოგვიცხადეს სწორედ შევარჩიეთ ის რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ქონოდა ეს ჩემპიონატები და მაქსიმალურად მოგვერგო იმ კურორტებზე იმ არეალებზე ჩვენ სადაც ამ ჩემპიონატებს ვატარებთ. თუ გაქვთ სტატისტიკა არ შემილი არ გითხოთ მე ვარ ის ადამიანი რომელიც ევროსპორტზე სხვა მიმართულებით სათხილამურო ტრასებს ძალიან ინტენსიურად აი ამ მსოფლიო ჩემპიონატების ნაწილს აქტიურად ვადევნებ ხოლმე თვალს ჩვენ შემთხვევაში ჩვენთან ტარდებოდა მსოფლიო თასი რამდენად აქტიურად იყო დაუშვათ მაყურებელი და თუ იზომება ეს და რეალურად მაჩვენებლები თუ გაქვთ ამ ნაწილში საინტერესოა დაუშვათ საქართველოს ჩატარებულ ღონისძიებებს რა რაოდენობის მაყურებელი ყავდა რა თქმა უნდა სტატისტიკა ვზომავთ ჩვენ როდესაც ჩემპიონატიდან დაახლოებით 3-4 თვეში ეს სტატისტიკა ჩვენ გვაქვს ხოლმე ზუსტად იმიტომ ვამბობ და ეს ის ციფრები არის რაც წინა წელს ჩვენ უკვე დავინახეთ იმ მსოფლიო თასები და რაც ჩავატარეთ უხეშად თითო ჩემპიონატს 11-17 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს და ეს ჯამურად სწორედ მან მივდივართ რომ დაახლოებით 50 მილიონ მაყურებლამდე ფარავს აი მხოლოდ მსოფლიო თასები და ჩვენ რაღაც აქტიურ ნაწილში როგორ უყურებს ეს და ხანდახან არის ხოლმე ის რომ მხოლოდ ბაკურიანი არის ხოლმე ევროსპორტზე იმიტომ რომ ზამთრის სპორტი არის ხშირად ხდება ხოლმე ამინდის გაუარესების გამო ან სხვა გამოწვევების გამო სხვა ქვეყანაში ჩაშლა ჩვენ ესეთი შემთხვევა არ ქონია და იმედია არ გვექნება და ხანდახან გვიმართლებს რომ აი სულ პირველ ეტაპზე გადავდივართ ხოლმე და შესაბამისად დაფარვა კიდევ უფრო მეტი გვაქვს ვიდრე ჩვენ ასე ვთქვათ პროგნოზირება ქონდა ჩემპიონატის დაწყებამდე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებთ და კიდევ უფრო მეტ ტიმ ვიზიტორს და მეტ ტურისტს გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია 20% იქცეს 40%-ად, იმიტომ რომ ეს მეტი შემოსავლის წყაროა და შემდგომ და მთლიანობაში ეს სეგმენტი საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ირაკლი ბურჭულაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.